Selდება ინფორმაცია, რომ 100-მდე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა ირანმა და თელ-ავივში დარტყმის ქვეშ არის. როგორც ეხლა გამოაცხადეს, ერთმა რაკეტამ თელ-ავივის ცენტრში აფეთქდა. კი ბატონო, ხო, რა თქმა უნდა, ისრაელს აქვს თავდაცვის ძალიან კარგი სისტემები, მაგრამ ბალისტიკური რაკეტა დრონი არ არის და ძალიან სწრაფად ეშვება ბალისტიკური, იმიტომ ქვია, რომ ადის ძალიან მაღლა და იქ უკვე ვარდნის ტრაექტორია ისეთია, რომ ძრავებიც კი არ შეიძლება კინეტიკური ენერგიას იმდენს ამითარებს, რომ ძალიან რთულია მისი გადაჭერა, იმიტომ რომ ძალიან დიდი სიჩქარე ყოფილავს. მოკლედ, გიზგიზებს გარშემო ჩვენი ჭკუისა და ჩვენი ხელისუფლების ჭკუის გამო ჯერჯერობით კი არა და ღმერთმა ქნას სულ ასე არ გვემუქრება პირდაპირ საფრთხე, მაგრამ საფრთხეები იზრდება. მოდი აბა ვილაპარაკოთ. მადლობა დაპატეჟებისთვის. პირველ რიგში ვფიქრობ, რომ წითელი ხაზები გადაკვეთილია. აი ამ პოლიტიკურმა შიზოფრენიამ, რომლის მოწვენიც ვართ უკანასკნელი წლების მანძილზე, ამ ევროატლანტიკური სივრცის კრახმა სრულმა რა, სადაც ხელისუფლების სათავეში ბეცები არიან აბსოლუტური, არა მარტო ბეცები, არამედ ბოროტები, მოქმედებიც კი, თავის აპოგეის მიაღწია, იმიტომ ის რაც მოხდა გუშინ, ამის ნათელი მაგალითია. მინდა გითხრათ, რომ ძალიან ხშირად აქ იმით რა ქვია, სარკაზმით დღის წესრიგში კითხვებს აყენებდნენ, რა არის deep state, რა არის ომის პარტია და ასე შემდეგ. აი მინდა ამ მაგალითზე ჩვენ საზოგადოებას მიმართო და უთხრა. აი ეს deep state არის და ეს ოლიგარქიული ოჯახები არიან ისინი, ვინც ისრაელიც კი გაწირეს. ისრაელიც კი ჩართეს იმ ბოროტებაში, რასაც მსოფლიო ომის გაღვივება ქვია, რასაც ითხოვდნენ ჩვენგან, რაც განახორციელეს უკრაინაში, რაც ხდება გაზაში. ეს არაფერი შემთხვევითი არ არის. ყველაფერი კანონზომიერია. და ყველაზე ნათელი მაგალითი ჩვენი საზოგადოებისთვის არის ის, რომ ისრაელიც კი, საიდანაც წარმოშობით არიან ამ ოჯახების პრაქტიკულად მთელი ოჯახები, ისრაელიც კი გაწირეს, იმიტომ რომ ის რაც მოხდა გამთენიასას, თუ შეიძლება ეს არა ქვია. ეს არის ისრაელის თავდაცვის განცხადება, ხო? All of Israel is under fire as in fire project. ანუ მთელი ისრაელი არის დარტყმის ქვეშ. აი, ხო, თელ-ავივში ისმოდა აფეთქების იერუსალიმის დაბომბვა, მეგობრებო. აი, თელ-ავივი გასაგებია, იერუსალიმში როგორ უნდა იერუსალიმში როგორ უნდა დაბომბვა? მე არ ვიცი, იმიტომ რომ იერუსალიმი როგორი ქალაქია, ხო არ ნაბობია. თან ერთ მესამეში არაბები ცხოვრობენ. იმიტომაც ვამბობ, რომ ეს არის ნათელი მაგალითი, რაზე არის წამსვლელი ეს ომის პარტია, ეს deep state. ისე ვიმეორე და მინდა რომ კარგად გავიაზროთ ჩვენმა საზოგადოებამ რას ვართ გადარჩენილები და რამ გადაარჩინა ჩვენი ქვეყანა 17 მაისმა. 17 მაისი არის სიმბოლო იმის, თუ რატო გადარჩა საქართველო და რატო არის დღეს საქართველო კიდობანში. ჩვენ ყველა მორი წელიწადია ზედიზედ ვიხილეთ ქართული საზოგადოების დამოკიდებულება საკუთარი ცხოვრებისადმი, წარსულისადმი, რწმენისადმი, იმ ფასეულობებისადმი, რაზეც დგას საქართველო. და ისე ვიმეორებ, სიმბოლო ამის არის 17 მაისი და 17 მაისი არის გადამრჩენი ჩვენი ქვეყნის. ერთადერთი. ეს არის რწმენა და ეს არის უფალი. სხვა არაფერი საქართველოს არ გადაარჩენს და ვერ გადაარჩენს. და ის რისი მოწმენი ჩვენა ვართ, ეს პრაქტიკულად მესამე მსოფლიო ომი დაიწყო და ბირთვული დაპირისპირება რეალურად აქტიურ ფაზაში შევიდა. რა მოხდება ხვალ არავინ არ იცის. თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ ასე ვთქვათ, მთავარი მოთამაშეები სათავეში აბსოლუტური პოლიტიკური შიზოფრენიკები დგანან, ადვილი საფიქრებელია, რომ შეიძლება ნებისმიერი გაგრძელება ქონდეს ამ კონფლიქტში. გავუშვათ კიდევ ერთი ინფორმაცია. ირანიან ეთიკის მიმდინარეობს, ისევ მიმდინარეობს თავდასხმა, ირანული თავდასხმა, დოუზენს, ანუ ათეულობით რაკეტა გაუშვა ისრაელის წინააღმდეგ. ეს ზუსტად 6 წუთის წინ განაცხადა თავდაცვის სამინისტროს. მე მხოლოდ ასეთ
ცნობებს გაწვით, რომელიც თვითონ არა დღეს ნეთანიაჰუ გამოვიდა და მთელ ისრაელს გამოუცხადა ჩვენ უარესისთვის უნდა ვიყოთ მზათო, იმიტომ რომ პრაქტიკულად გარდაუვალეაო ირანის დარტყმა. ირანის თავარ მეჩეთზე აწიეს წითელი დროშა, რაც რეალურად ჯიხადს ნიშნავს. ჯიხადი ეს არ არის მარტო ასე ვთქვათ ირანის ძალების გამოყენება, ეს ნიშნავს რომ პროქსი ძალების, რა თქმა უნდა. ეს ნიშნავს რომ კაცმა არ იცის იმ ასე ვთქვათ არაბული სამყაროს და იმ ისლამური სამყაროს ვინ შეუერთდება, ვინ არა, უმწვავესი განცხადება ისმის თურქეთიდან. მე არ მახსოვს ესეთი მკაცრე განცხადებები ჩინეთის მხრიდან, როგორც ამ დღევანდელი დღის განმავლობაში 3 განცხადება იყო. პრაქტიკულად წითელი ხაზები არის გადაკვეთილი და ჩვენ ვართ კატასტროფის წინ, მსოფლიო კატასტროფის წინაშე დგას სამყარო და ეს არც არის გასაკვირი, იმიტომ თუ გავითვალისწინებთ, თქვათ, მერც, მაკრონს, სტარმერს, ასე ვთქვათ, 3 წამყვანი ევროპული ქვეყნის ლიდერს, რომლებიც კიევიდან მოდიან და კოკაინს ყნოსავენ იმაში, რა ქვია, მატარებელში, ხო? ნუ ადვილი გასაგებია, რა დღეში არის მსოფლიო და განსაკუთრებით ეს ევროატლანტიკური სივრცე, ეგრეთ ანგლო-საქსონური ცივილიზაცია დამთავრდა. ჩვენ ამას ვხედავთ და ამის რეციდივები მადლობა ღმერთს ძალიან სუსტი, მაგრამ ჩვენ თვალწინ არის ვერ მოასწრო ასე ვთქვათ გვარამიამ ციხეში შესვლა, რომ ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება, რომ 27-ვე ქვეყანამ ძალიან მკაცრი პასუხი უნდა გასცეს საქართველოს გუშინ ტუსკმა რა ილაპარაკა და რა შუაში იყო საქართველო, ხო, იმ ვითარებაში რა ვთქვათ პოლონეთის სეიმში რაც ხდებოდა, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ეს ბოროტების არც ვიცი რა დავარქვა, იმიტომ რომ კავშირი, ხო? აი ეს ბიუროკრატების კავშირი, ევროს ბიუროკრატების ბოროტების კავშირი არის პირდაპირ დაპირისპირებული ჩვენ ქვეყანასთან, რას ვერ პატიობს, ვერ პატიობს ღირსებას, ვერ პატიობს დამოუკიდებლობას, ვერ პატიობს სუვერენიტეტს, ვერ პატიობს იმას, რომ ჩვენი წარსულიც ვიცით, აწყოს ვიცით და მომავლისთვისაც ვიბძვით ჩვენი მომავლისთვის და ყველანაირად ცდილობენ ამას დაუპირისპირონ ის ბოროტება, რათაც გადაიქცა მთლიანად ეს სივრცე. თუმცა მე მინდა გითხრა, რომ პრინციპში წარმოუდგენელი რამე ხდება, როდესაც უგებთ რა. უგებთ ყველა მიმართულებით. აბა. და ეს ისევ იმეორებ, ეს ამის სიმბოლო 17 მაისსა მე მესმის, ხა უამრავი ადამიანია შეიძლება ვინც გვისმენს და ეღრიმება, მაგრამ ანიქ რაღაცას სარკასტულად ხო, მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ ეს რეალობაა, ეს ნამდვილად რეალობაა, ისიც რომ უგებთ, ეგეც რეალობაა, იმიტომ რომ შეხედეთ რა დღეში არის მაგალითად ლატვია. აბა. რომლის პრეზიდენტი ედგარ რინკევიჩუსი ამას წინათ გააკეთა განცხადება, როგორც იქნა მომეცა შესაძლებლობა, რომ დავშორდეთ ჩემ ოჯახს და გავთხოვდეო და გათხოვდა. ისე იგი ლატვიას ყავს? არა, დღევანდელი. მოქმედი პრეზიდენტი გაუთხოვდა ლატვიას და ზეიმობს მთელი ლატვია. და ლატვიაში შენ ვიცი თუ ლიტვაში დადიხარ? მე ლატვიაში ცხოვრობდი წელიწადი და 2 და ლატვია საბჭოთა კავშირის დროს ლატვია იყო ჩვენთვის ყველასთვის უცხოეთი, იმიტომ რომ პრიბალტიკაში რომ ვისვენებდი ესტონეთის და პრიბალტიკაში რომ ვისვენებდი ლატვიაში ვინც ჩადის ლაპარაკობს უკაცრიელ ქალაქებზე, რომელიც ახალგაზრდობისგან საერთოდ დაიცალა და გაიქცნენ სამუშაოდ ევროპაში. არა, საერთოდ მე მინდა გითხრა ეს მითი, რომ აი ევროკავშირში შესვლა ჩვენ ასე. არა, გაპარტახე. ეს არის აბსოლუტური მითი. იმიტომ რომ ევროკავშირში შესვლა მხოლოდ და მხოლოდ გაართულებს ჩვენ ცხოვრებას. თუ რას წარმოადგენს ევროკავშირი დღეს რეალურად მე გულისხმობ არა ევროპელ ერებს, არა ევროპულ ისტორიას, არა ევროპელ ხალხებს, არამედ ამ ევროს კავშირს, ამ ბიუროკრატების ერთობას, ბოროტმოქმედების, მექთამეების გარყვნილი და გადაგვარებული, ესე ვთქვათ, ორგანიზაციის, რომელზეც ჩვენ კი არ ვლაპარაკობ, თვითონ ლაპარაკობენ. ვაიდელის გამოსვლა ნახე რა მოისმინე აუცილებლად იმაში, რა ქვია, ბუნდესტაგში, ხო? მოისმინე ფრანგი დეპუტატების გამოსვლა, მოისმინე ბელგია იმაში, რა ქვია, ნიდერლანდებში რა მოხდა ეხლა როცა. ესე იგი იშლება რა, იშლება თვალსა და ხელშუას. ფარაჯი? ხო, ნუ იმაზე აღარ ვლაპარაკობ. არა, ის ეხლა ამიტომ ესე იგი ეს მითი
ეს მითი რა ევროკავშირის იმის შესახებ და ნატოს ევროპის ზოგადად ხო ევროკავშირის არა ევროპის იმიტომ რომ ევროპაში არის ინგლისის თემაც არ მინდა რომ ყურადღება დაგვრჩეთ ინგლისი ძალიან ცუდ როლს თამაშობს ახლა ინგლისი საკუთარი თავის საქართველოსიც ცუდი როლი თამაშობს ხო ცდილობს ხო ხედავ რა განცხადება ცდილობს იმიტომ რომ მაგა თავისი გაჭირვებიათ იმაში რა ქვია დიდ ბრიტანეთში სკოლებში ბრიტანული იმისი მოქალაქეების პროცენტი არის 4 კი ბატონო და ჩრდილოეთ ირლანდიაში რა ხდება ალბათ უყურებ ხო გადაწვეს იქაურობა გადაბუგეს ემიგრანტებმა ერთი კვირაა მიდის ვერ გააჩერეს 13 და 14 წლის ორი გოგო გააუპატიურეს და ამას მოყვა დაპირისპირება მე იმას ვაუპასუხა ეხლა ხას ირა დადიოდა ავტომატურად. არა, ირლანდი ხო და მაგას ვიძახი, სრული კრახი არის ამ ცივილიზაციის. და ჩვენ ამას უნდა შევეგუოთ. ჩვენ უნდა დავინახოთ და ჩვენ უნდა დავამთავროთ ეს მითები იმის შესახებ, რომ იქ სადღაც ჩვენ იქ მივდივარ და 30 წლისთვის სად შევვალთ. რაც არ იქნებს სიბნელეში. ეხლა ყველაზე საინტერესო რაც ხდება დღეს, რამაც ასე ვთქვათ, მე ვფიქრობ, რომ ქართული საზოგადოებისთვის აბსოლუტურად შლის სურათს თელს. რამ დღეშია ეს სამყარო, ხო? რომელისკისაც მიილტვისა ეს ოლეა ტრულაილა პორნოლიბერალური გზის მცველები რო არიან. შენ წარმოიდგინე რა, მე მინდა ალბათ ნახე, იმიტომ რომ ბევრ არხზე იყო გაუშვეს. დესანტისმა ფლორიდის გუბერნატორმა თქვა, რომ თუ დემონსტრანტები ერთი წუთით, შერიფამდე მივალ. გუბერნატორმა, დესანტისმა. ხო. ერთ-ერთი პრეზიდენტობის კანდიდატი იყო რამდენიმე წლის წინ. რომ თუ დემონსტრანტებმა გადაგიღობეს გზაო, თქვენ გაქვთ უფლება რომ დაეტაკოთ და გაიტანოთ ისინიო. ოფიციალურად მიმართა საკუთარ საზოგადოებას. და ფლორიდის ერთ-ერთმა შერიფმა თქვა, რომ თუ შეაფურთხებთო, ან შეურაცხყოფას მიაყენებთო, მაშინ თქვენ ოჯახის წევრებს იპოვით ან ციხეში ან სამონტყოფოშიო და თუ ქვას ესვრითო, მაშინო ჩვენგან გაიგებთ რომელ სასაფლაოზე არის მათი ხო ნეშტი გდიო. ეხლა შენ პირდაპირ არის მოწოდება. ესე იგი ადამიანი რომელმაც დაარიგა პირბადეები დააპატიმრეს. ესე იგი გენერალურმა პროკურორმა ამერიკის შეერთებული შტატების გამოაცხადა, რომ ის ვინც ესვრის პოლიციას მოლოტოვის კოქტეილს ის არის დაპატიმრებული და მიყენებული აქვს მკვლელობის მცდელობის მუხლი. კიდე ერთხელ გაუშვებ რა, შენ არ გინახავს. ეს ხდება, როდესაც პოლიცია ასრულებს თავის საქმეს და ქალი მიაძახებს, რომ თქვენს ფიცს პატივი ეცდეს განცემის დასაწყისში გაუშვი და მოდი რა კიდე ერთხელ გაუშვებ რა. Enjoy yourself? You know, covering everything. Nothing better to do? No. Your oath. How about honor your oath, bitch? How about that? Honor your oath. Oh, there you go. I didn't do nothing. I didn't say nothing. He's supposed to get lost. He's got to go to jail. He goes to jail. Let's go. What's your name, guys? Yep. That's right. You go to jail, bro. Big mouth. I'm just watching. I didn't do nothing. Hey, I'm breaking my glass. Party's over, man. I have a heart attack. You're fucking pushing me. I'm not resisting. I swear I'm not resisting. I didn't do anything and I'm all wrong. და შევწყვიტე და კიდე თქვა რომ თუ თქვენო შეაფურთხებთო პოლიციელსო, მაშინ ჩვენი ლამაზი ძაღლებიო დაგჭამენო. და ეს რეალობაა. ესე იგი ეს არის თბილისის მოვლენების აღწერა ამერიკელებს გამოაქვთ განაჩენი იმისთვის რაც ხდებოდა თბილისში. ღიად ამაზე ლაპარაკობს გუბერნატორი, ამაზე ლაპარაკობს გენერალური პროკურორი, ამაზე ლაპარაკობს შერიფი და ასე შემდეგ. ამის მერე აქ საერთოდ უნდა შეწყდეს ლაპარაკი იმას. და ისე ვიმეორებ რა, რომ ეს სულ ყველაფერი გაწერილია, შეთანხმებულია, ხა გვარამია თავის ფეხით ციხეში არ მივიდო და ოღონდ რა ციხეში მივიდა თუ იცოდი. რუსთავი. რა უნდა იქ პატრონი. არა, იმიტომ რომ ეს მოთა შეთანხმებული იყო, იქ ელოდებოდნენ. არ არის მაგის ადგილი. ხო, სხვა ციხეში სადაც არის მაგის ადგილი? მათ შეასახლეს? მაგის ადგილი იმაშია, რა ქვია, კოდის მეფრილიერების ფაბრიკაში. მე რომ მკითხო, არა. რა მნიშვნელობა რა ციხეა, რუსთავის ციხეა რა. მოიცა შოულებრივ პატიმრებთან მაგას არ შეასახლებდნენ და
ხო, ნუ მაგას აღარ აქვს ნიშნა. საქმე ამაში არ არის. საქმე იმაშია თუ რა ვითარებაშია დღეს ქვეყანა, ხო? ყველას კარგად უნდა ესმოდეს. ეს ტრულაილა, ოლაილა, ტრულაილები ვინც არიან პირდაპირ მუშაობენ იმ ძალაზე, რომელსაც უნდა ეს ქვეყანა დაანგრიოს. მაგრამ ეგ არ გამოუვათ. არ ტრულაილებს არ გამოუვათ, არც ოლაილებს არ გამოუვათ, არც ხაზარაძეებს არ გამოუვათ, არც ზურაბიშვილებს. დღეს უბრალოდ უნდა მოგესმინა ეს ნაძირალა რაფინირებული, ეს ბოლშევიკი რა, ეს ნაცისტური ოჯახიდან გამოსული სალომე ზურაბიშვილი რეებს ლაპარაკობდა პრაღაში. უნდა მოგესმინა საქართველოზე. სამშობლოს ეძახი სამხედროს, ხო? ამ ქვეყანას სამშობლოს ეძახა და ხაზარაძესთვისაც სამშობლოა ეს ქვეყანა, ხო? და ბადრი ჯაფარიძესთვის სამშობლოა ეს ქვეყანა. შენ წარმოიდგინე რა, რომელიც იძახის, რომ სინათლის სვეტი ყოფილა ეს მათე. რომელიც პოლიციას უპირისპირდება, არ მნიშვნელობა აქვს, არავითარი მნიშვნელობა, ეგ არის სიმბოლო. შევხედოთ კადრები. გასაგებია კადრი ყველამ ნახა, მაგრამ მე ამ კადრებს კი არა, სხვაგან სათხდება რა. ხო, არა, და პასუხი რა, აგერ ხომ მოვისმინეთ რა ნახვა უნდა, აგერ გეუბნებიან პირდაპირ. შეხედე რა ხდება, ისევ მოლოტოვის კოქტეილის სროლა გათანაბრებული არის იმისი, რა ქვია, მცდელობასთან, მკვლელობის მცდელობასთან. ამის შესახებ ამერიკის პროკურორმა, გენერალურმა პროკურორმა გამოაცხადა. ესე იგი, ესენი არიან მეამბოხეები, მაგათ მე ისეთი შტაბეშტილები რო უსვენ ამას, ეხლა ბუნებრივია რომ ყველანი ამაში ვართ ჩართულები, ეხლა მით უმეტეს ვისაც პოლიტიკასთან რაღაც ურთიერთობა გვაქვს და დიდი ხანია მოვყვე, ხო? ისეთი შტაბეშტილება მაქვს, რომ თბილისზე ლაპარაკობს უყველა. კი, ოღონდ ხო, ყველა ეს ამერიკელია, მაღალჩინოსნები, პრეზიდენტი, ის რა ქვია, კონგრესმენი, გუბერნატორი და ასე ერთი ეს ბაცი კუკურო არის ეს ჯო ვილსონი. აი ჯო ვილსონის თანამებრძოლი რო იქნები ხაზარაძე და ჯაფარი. ჯო ვილსონის ამ შიზოფრენიკის ჩამოყალიბებულის რა. წარმოიდგინე, ნუ რა დღეში არის სახელმწიფო, რომ ჯო ვილსონი არის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე. წარმოიდგინე ამერიკის კონგრესში. და კოენი არის კიდე. და ეს გრემი რო არის, ნახე, თამაში დაიწყო. დღეს გამოაცხადა, რომ თამაში დაიწყო. ესე იგი, ის რაც ირანში ხდება და ისრაელში არის თამაში მისთვის. და მე ისე ვიმეორებ, როცა ამბობენ, ხო, როცა ამბობენ, რატო დააწყებინეს ისრაელს, რატო დაარტყმევინეს? დაერტყა თვითონ. 12000 კილომეტრში არის ამერიკა, ბევრად უფრო დაცულია, ბევრად უფრო ძლიერი ქვეყანაა, ბევრად დიდი შესაძლებლობებია. კი რა, აგერ არის ყურის ძირში, თან როგორ გარემოცვაშია ისრაელი, წარმოიდგინე, ხო? რატო დაარტყმევინეს ისრაელს? იმიტომ რომ ისრაელიც გაწირეს. რასაც გინდა გაწირავენ, საკუთარ დედას გაწირავენ ისინი, საქართველოზე ლაპარაკი აღარ არის და წირავდნენ კიდეც. და მადლობა 17 მაისმა გადაარჩა, 17 მაისმა აიძულა. რომ აი ამ ქვეყნის სათავეში ყოფილიყო ეს ხელისუფლება. 17 მაისს გამოსულმა ხალხმა გადაწყვიტა, რომ ეს ხალხი იქნება. ეს ხალხი, აბარა, ეს ხალხი იქნება ხელისუფლების სათავეში და 10 არჩევნებია უკვე ხმას აძლევენ. და ფაქტიურად რამდენი წელიწადია, ხო? 2012 წლიდან 13 წელიწადია. რატო? იმიტომ რომ ესმოდათ, რომ ამ ხალხს იმედი ჰქონდათ, რომ ამ ხალხს ჰქონდა იმის შესაძლებლობა, რომ იმ უბედურებისგან გადაერჩინათ საქართველო, რისგანაც ისრაელიც ვერ გადარჩა. ისრაელიც გაწირეს. აი იმ ომის პარტიამ, ვინ არის Deep State ეს ბაცი კუკუები რო დარბოდნენ, Deep State ხო არ გინახიათ ეს მავნებელი მასხარები. Deep State ხო არ გინახიათ აქ ქუჩაში რა სიმაღლეა, რა წონის არის. აი რა სიმაღლეა და რა წონისანია, ეხა ისრაელში და ირანში ჩანს. ეს უკრაინელი ბლოგერის გვერდია, შარი ესეთია და მან ეს ვიდეო გაუშვა და მოდი მე გავუშვებ ამ ვიდეოს, გაჩვენებთ დარტყმას უკვე ტელ-ავივზე. გაუშვით? ხედავ? არა, იქ უბედურება დაიწყო, ნახე. იქ უბედურება დაიწყო ისა შალვა. იქ ნათელია რა, იქ წითელი ზურლი, წითელი ხაზები, ნახე, გადაკვეთილია, ხო? და მუშაობს საერთაშორისო დაცვა, მაგრამ არა, ყველაფერს საზღვარია, ხო და ისე ვიმეორებ რა, რატო ხო, ეგ ხო ნათელია, ხა ტრამპი გამოვიდა და თქვა პირდაპირ, რომ აგერო 60 დღე მოგეცითო და ეს 60 დღე არ გამოიყენეთო და აი შედეგიო. ეხლა კიდე ერთ ჩანს მოგცემთო. ესე იგი ეს შედეგი რას ნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება ნიუ-იორკში იქ იყო, ამერიკაში იყო მიღებული ამ ისრაელის შეტევის, ხო?
და ვინმე ახლა დამაჯერებს მე მსოფლიოში რომ ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვა ამ თეთრმა სახმა და ტრამპმა არ იცოდნენ რომ ესეთი ოპერაცია მზადდება რომელშიც 200-მა თვითმფრინავმა მიიღო მონაწილეობა წარმოგიდგენია რა მასშტაბის ოპერაცია იყო და შიგნიდანაც რამდენი რამე განხორციელდა ის გენერლები და ის ფიზიკოსები ხო სახლებში მოკლეს საკუთარ სახლებში ხო ოჯახებში ესე იგი წარმოიდგინე და ისე ვიმეორებ რა აი ეს არის ზუსტად ყველაზე ნათელი სურათი იმის რას გადარჩა საქართველოს. აი ისრაელის 5 რაკეტა მიაღწია მიზანს თელ-ავივის ცენტრალურ უბანში. ეს არის სამთავრობო უბანი. ეს დღეს და ხვალდაზე რა იქნება კაცმა არ იცის, ხო? ასე რომ ისე ვიმეორებ, მადლობა ღმერთს უნდა უთხრათ და ჩვენ ერთობას და რაც თავარია, უნდა მოვაშოროთ ქუჩას ეს ბოროტმოქმედები რა. კი. უნდა დავაწყნაროთ, დავამშვიდოთ ეს ქვეყანა, იმიტომ რომ გარშემო ცეცხლი უკიდია სოფლიოს. ჩვენ არა გვაქვს ამდენი რესურსი, რომ ყველაფერს უყუროთ. ამას ბოლო უნდა მოეღოს, აი ამ ოლა ტრულაილების აბსოლუტურად ისტერიკულ. როგორც სასამართლოებში, ისე ქუჩებში უნდა მოერჩეს ამ პორნოლიბერალური იდეოლოგიის გამტარებლებს რა. იმიტომ რომ სხვა გზა ჩვენ არ. დიდი მადლობა მეგობრებო, ჩვენ ერთმანეთს მომდევნო პარასკევს შევხვდებით.